კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რვიანს პოლიტიკური სიმძიმის ცენტრმა ბათუმში გადაინაცვლა მთელი ყურადღება სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის საკონსტიტუციო სასამართლოსკენ ამიპყრობილი. Როგორი საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დღეს რეალურად დამოუკიდებელი თუ პოლიტიკური გავლენების მიხედვით გაყოფილი? ყავს თუ არა ამ ორგანოში ყოფილ და ახლანდელ ხელისუფლებებს თავისი მოსამართლეები? 9 წევრიდან ერთ-ერთი მერაბ ტურავა ქართული ოცნების დროს შევიდა შემადგენლობაში. დღეს მმართველი გუნდი ამბობს, რომ სააკაშვილის პერიოდში დაკომპლექტებული მოსამართლეები და ნაწილი უკვე გათავისუფლდა ძველი გავლენისგან. აღსანიშნავია, რომ გუშინ ბათუმში სხდომა ჩაიშალა, რადგან რამდენიმე მოსამართლე მას არ დაესწრო, ისინი თბილისში დიპლომატებს ხვდებოდნენ. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ნაციონალური მოძრაობის გავლენა ან მისადმის სიმპათია რჩება ზოგიერთ მოსამართლეს, მათ შორის თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს. ოპოზიციური პარტიის აზრით კი ქართული ოცნება უკვე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებითა და ასევე მოსამართლეებზე ზეწოლით ცდილობს ხელში ჩაიგდოს ეს ინსტიტუტი. ურთიერთბრალდებები არ წყდება. შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი საკონსტიტუციო რევოლუცია, რომელიც ვერ განხორციელდა. ეს არის შეფასებები, რომელიც დღეს ქართულმა ოცნებამ გააკეთა. ადგილი ქონდა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საკონსტიტუციო რევოლუციის გეგმა. რატომ იცვლებოდა ეს არჩევნები? რა მიზანი ქონდა არჩევნების შეცვლას? გვეთება, როგორც ჩანს, ძალიან მნიშვნელოვან საქმეებზე არჩევნების შეცვლა ერთ შემთხვევაში არის 10 გვერდით შეცვლის არჩევანი და იგივე ნომრით დარეგისტრირებული. ეს არის რუსთავიობის საქმე, კაბელების საქმე, რომელზედაც მოსამართლე ტურავა მისაუბრა. ყველა არჩევანი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ინტერესების სფეროშია მოქცეული და ასეთი არის ბოლო პერიოდში შეცვლილი 7 არჩევნზე მეტი. ეწერება მხოლოდ და მხოლოდ ერთი კოლეგიის სამოსამართლო. ეს არის უტიფრობის ნიმუში. ხელისუფლება არის მათ ხელში, მთელი თავისი ბერკეტებით. ისინი ახორციელებენ ზეწოლას სასამართლო შტოზე და ამ შემთხვევაში საკონსტიტუციოზე. მათი, ასე ვთქვათ, დიდი მონდომებით იყო მოწყობილი გაზაფხულზე. მართლა საკანონმდებლო გადატრიალება თუ ამბოხება თუ იტყოდი სრულიად არალეგიტიმური და დანაშაულებრივი პროცესი, როდესაც პროცედურების დარღვევით უცებ ისე შეცვალეს კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, რომ არ დაგიდევს, არ დაუცადეს არც ვენეციის კომისიის დასკვნას, არც არასამთავრობო სექტორის პროტესტს, არა მხოლოდ მოსამართლეების პროტესტს. დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთი პარტია გამოეხმაურა. თავისუფალ დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო რევოლუცია ქართულმა ოცნებამ მოახდინა. მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მივმართავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მათ პირად კონტროლზე აიყვანონ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები. კონსტიტუციური რევოლუცია მოახდინა სწორედ ქართულმა ოცნებამ, რომელმაც დაიმორჩილა ჯერ საერთო სასამართლოები და ჩააბარა ლევან მურუსიძეს. ამით დაარღვია კონსტიტუცია და დამოუკიდებელი სასამართლოს მაგივრ ნაცვლად მივიღეთ მორჩილი სასამართლო. ქართული ოცნება ამბობს, რომ საკონსტიტუციო რევოლუციისგან საქართველო იმ ცვლილებებმა იხსნა, რომელიც უმრავლესობამ პარლამენტში დაამტკიცა. ცვლილებების არსი ისაა, რომ კოლეგიის ერთ წევრს უფლება მიეცა საკითხის პლენუმზე გატანა მოეთხოვა, პლენუმში კი გადაწყვეტილების მიღების კვორუმმა აიწია. სწორედ პარლამენტის მიერ დამტკიცებული ამ ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს არასამთავრობო სექტორის ნაწილი, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევით მიმართა. ეს ორ საკითხს ეგვიწევს ძირითადად შეიძლება. პირველი, შემინარჩუნოთ სასამართლო როგორც ეფექტური საშუალება ადამიანის უფლებების დასაცავად და მეორე, დავიცვათ თავად სასამართლოსა და ხელისუფლების სხვა შტოებს შორის არსებული კონსტიტუციური ბალანსი. ეჭვი ბევრი შეიძლება არსებობდეს განსხვავებული, მაგრამ ჩვენ ერთი რამე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეფორმა, რომელიც დაანონსა თავის დროზე ქალბატონმა თია წურუკიანმა და განაცხადა, რომ ის გააჯანსაღებდა სასამართლოს, რომელმაც გამოხატულება მათ შორის პოვა იმ ცვლილებებში, რომელიც დღეს არის გასაჩივრებული, ძალიან ბევრი არეულობის შემოტანი მიგვაჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმები სამართლეს უქმნის სამართლიანი სასამართლოს უფლებას და საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებლობას ეფექტურად დააბალანსოს საკანონმდებლო ხელისუფლება.
მაშასე დისკუსია ახლა ჩვენს ეთერში გაგრძელდება, ვინ ცდილობს ზეწოლას მოსამართლეებზე და ვისი გავლენები არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენი სტუმრები არიან სოფიო კილაძე, ქართული ოცნებიდან და ოთარ კახიძე ნაციონალური მოძრაობიდან. საღამოშვიდობისა, მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. თქვენი განცხადებით მინდა დავიწყო ჩვენი დისკუსია. თქვენ დღეს თქვით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები ადასტურებს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა სწორედ ნაციონალური მოძრაობის და არა ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს. ეს განცხადება თავისთავად არის ძალიან სერიოზული, იმიტომ რომ თქვენ საუბრობთ ზეწოლაზე. შეგიძლიათ კონკრეტული არგუმენტები გვითხრათ, ნაციონალური მოძრაობა როგორ ახდენს მოსამართლეებზე ზეწოლას? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისათვის. თქვენ ძალიან სწორად ბრძანეთ, ეს არის სერიოზული საკითხი, რომელიც საჭიროებს რა თქმა უნდა გავრცობას და მე რა თქმა უნდა მაქვს არგუმენტები ისე როგორც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვარაუდოთ, რომ მართლაც ხდება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე. ეხლა რა ამაძლევს მე ამის თქმის საფუძველს პირადად. მე ვთვლი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე მოვლენები უნდა განვიხილოთ საერთო პოლიტიკურ ჭრილში და არა განყენებულად. კერძოდ ის, რომ ნაციონალურ მოძრაობას, ჩემი აზრით, არ აქვს არავითარი შანსი 2016 წელს არჩევნებში გამარჯვების. სწორედ ამიტომ ისინი ცდილობენ რევოლუციური სცენარით განვითარებას, ანუ ქვეყანაში სიტუაციის არევას, ისე რომ შემდგომში რაღაცა დესტაბილიზაცია მოხდეს ქვეყანაში და ამით ეს არჩევნები ფაქტობრივად ჩაიშალოს, რაც რა თქმა უნდა ქვეყანას გადაიყვანს ძალიან არადემოკრატიულ რელსებზე. როგორ შეიძლება შეუწყოს ხელი ქალბატონს? მოგახსენებთ ახლავე. ეს არის ის მოვლენები, რომელიც ვითარდება ქვეყანაში და რომლის ნაწილიც არის პაპუაშვილი. პაპუაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულად პაპუაშვილი, არა მხოლოდ პაპუაშვილი, არამედ ზოგადად საკონსტიტუციო სასამართლოს გულისხმობ. ანუ უნდა მიმოვიხილოთ ძალიან მოკლედ ის ვითარება, ის რეალობა, რომელიც დადგა საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებით. არა მხოლოდ დღეს, ეს პროცესი გარკვეული ხანია დაწყებული არის უკვე. კერძოდ ის, რომ 2012 წლამდე საკონსტიტუციო სასამართლო იყო ძალიან პასიურ რეჟიმში, არა და ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანაში არ მოხდეს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა. ეს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი იყო ძალიან პასიური, თუმცა 2013 წლიდან ხედავთ, რომ ის რაღაც საერთოდ გააქტიურდა. კერძოდ ის, რომ თვით ნაციონალური მოძრაობის წევრებიც კი ძალიან ბევრი სარჩელი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი თავად ასე ვთქვათ, არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ გარკვეული ნორმებისა, რომელიც სწორედ მათი ხელისუფლების პირობებში იყო მიღებული, ან ვთქვათ, მოქმედებდა მათი ხელისუფლების პირობებში. მაშინ ეს არ გახსენებიათ რატომღაც. შემდგომში ეს საკითხები პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, მაგალითისათვის როგორიც არის კაბელების საქმე, მაგალითისათვის როგორიც არის გიგუგლავას საქმეები, იგივე ეგრეთ წოდებული მოსმენების საქმე და სხვა, ეს საქმეები ყველა რატომღაც შემთხვევით ბრჭყალებში რა თქმა უნდა ეწერებოდა პირველ კოლეგიას. პირველი კოლეგია შედგება 4 მოსამართლისაგან, რომელთაგანაც 3 მოსამართლე არის ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული პირები, აქტიურად დაკავშირებული პირები, თავიანთი კარიერით, მეგობრობით და სხვა. ერთი მოსამართლე წარსულში ვთქვათ თუ კი მათ დავასრულებ თუ შეიძლება ჰქონდათ ეს ნიშნავს რომ ახლა გრძელდება ეს რაღაც კონსპირაციული ურთიერთობა. ანუ როგორც მოგახსენეთ, თლიანობაში უნდა დავინახოთ საკითხი და მე გავაგრძელებ ასე ვთქვათ თანმიმდევრულად ახსნა თუ რატომ ვფიქრობ ასე. ანუ ეს სამი მოსამართლე ამათ ეწერებოდათ საკითხები, შემთხვევით და არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა ისე რომ მომხსენებელ მოსამართლედ ყოფილიყო ბატონი მერაბ ტურავა. ყოველთვის იყო რატომღაც ეს სამი მოსამართლე. შემდგომში საკითხების განხილვა ხდებოდა ფორსირებულ რეჟიმში. რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ვთქვათ 2013-14 წლებში შესული საქმეები ჯერ კიდევ თაროზე არის შემოდებული და მათი განხილვა არ მომხდარა, რატომღაც გიგუგულავას საქმე მაგალითად 3 თვის განმავლობაში მოხდა პროცესის დასრულება. ვთქვათ იგივე რუსთავიორის საქმესთან დაკავშირებით ძალიან შემჭიდროებულ ვადებში მოხდა როგორც დასაშვებობის ასე ვთქვათ წარმოებაში მიღება, ასევე ფორსირებულ რეჟიმში ხდება ისიც რომ ვთქვათ მოსამართლეებს ძალიან მცირე დრო აქვთ იმისათვის რომ გადაწყვეტილება მიიღონ და სხვა. ანუ ეს ყველა საქმე
ბადებს საფუძვლიანი ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან სწრაფად ცდილობდნენ რაღაც გადაწყვეტილებების მიღებას, მაშინ როდესაც სხვა გადაწყვეტილები, უბრალოდ სხვა სარჩელები საერთოდ არ არის ჯერ არც დასაშვებობის კუთხით და მით უმეტეს არც დასაბუთებულობის კუთხით განსაზღვრული. ეს მომდევნო არგუმენტი. შემდეგ კიდე ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც პირდაპირ კანონდარღვევა არის და ჩემი აზრით ამ შემთხვევაში იკვეთება პირდაპირ დანაშაულის ნიშნები, ეს ანუ 774 საქმე, ეგრეთ წოდებული კაბელების საქმე, სადაც 3 ივლისს მოხდა შეტანა სარჩელის, როგორც ხუთმა მოსამართლემ თავიანთ განცხადებაში, ასე ვთქვათ, მიანიშნა. 3 ივლისს ხდება სარჩელის შეტანა, შემდეგ დაეწერა ეს მოსამართლეებს. მომდევნო დღეს უკვე შედის სარჩელი, რომელიც არის 3 გვერდით მეტი, თუმცა ამაში არ არის საქმე, რომ 3 გვერდით მეტი არის, საქმე არის იმაში, ამ 3 გვერდში რა წერია? წერია ის, რომ გაზრდილი არის მოთხოვნა. ანუ ფაქტობრივად კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ საქართველოს კანონმდებლობით რომ მოსამართლეებთან ვიღაცამ გაიარა კონსულტაცია წინასწარ? და ამის შემდეგ მოხდა ამის დამატება თუ რასთან მე ვფიქრობ, როდესაც მოხდა ლოგიკურად ასე უნდა ყოფილიყო, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეხა კონკრეტულად რა თქმა უნდა ვერ ვისაუბრებ, ეს უკვე ჩემი აზრით გამოძიების თემა არის, შესაბამისი მოკვლევის თემა არის, თუმცა ვთვლი, რომ გარკვეულწილად მქონდა საკითხის გადახედვას ადგილი, გადაიხედა საკითხი, რადგან ეს სარჩელი იქნებოდა უსუსური თავის არგუმენტაციით, შესაბამისად მოხდა მოთხოვნის გაზრდა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოგწდება. შესაძლებლობა ჩვენ საკმაოდ რო გვაქვს, მოდით თქვენს ოპონენტსაც უნდა კონდეს შესაძლებლობა, რომ ამ თქვენს არგუმენტებს უპასუხოს კონტრარგუმენტი. პირველი კითხვა მექნება კაუტონისოფო პროფესიით იურისტი ბრძანდები? დიახ. პირველად მაქვს შეხება კაუტონსოფოსთან, მინდა პატივისცემა დაუდასტურო, მე არ ვთვლი რომ არ მინდა ვიფიქრო რომ კაუტონსოფოს ხელოვნურად შეყავს შეცდომაში სპეციალურად საზოგადოება, ვინც ჩვენ ახლა გვისმენს. მე უფრო დავაბრუნებდი იმას, რომ ინფორმაცია, რომელიც მას მიეწოდა, არის უბრალოდ არაზუსტი და განმარტავ რას გულისხმობ. კაუტონსოფომ აღნიშნა, რომ თითქოს პირველი კოლეგია განიხილავდა გიგი უგულავას საქმეებს. გიგი უგულავას სასამართლოში აქვს მოგებული 2 საქმე, ერთი ეხებოდა მის მერობიდან გადაყენებას კონსტიტუციის დარღვევით, მეორე ეს ეხებოდა 9 თვიანი პატიმრობის განუსაზღვრელად გაგრძელებას. ორივე საქმე კაუტონსოფო განიხილა პლენუმმა და არა პირველმა კოლეგიამ. აგრეთვე კაუტონსოფომ აღნიშნა, რომ მერაბ ტურავა არ იყო არც ერთ საქმეზე მომხსენებელი მოსამართლე, კაუტონსოფო მერაბ ტურავა იყო მომხსენებელი მოსამართლე ამ საქმეში. ამიტომ ვინც თქვენ ბრიფი გიგი უგულავას 9 თვიან პატიმრობას, რომელიც ეხებოდა იმ საქმეში ზუსტად, რომელზეც ბატონი ტურავა შეუძლოდ შეიქმნა იმისთვის, რომ მოესწროთ მის ჯა გიგი უგულავასთვის ამ საქმეში. ასევე კაუტონსოფომ აღნიშნა, რომ რუსთავი 2 საქმე განიხილა შემჭიდროებულ ვადებში. თუ ვიკითხე პროფესიის შესახებ, რომ კაუტონსოფომ დარწმუნებული ვარ იცის, რომ 9 თვიანი ვადა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეების განხილვის. რუსთავი 2 საქმე განიხილებოდა 8 თვის განმავლობაში, ანუ 7 თვის. არა, 8 თვისგან 5+3 იყო, ანუ 8 თვემდე ვადით. ახლა უკვე 9 თვიანი ვადაც გასულია და საქმე როდესაც დასრულებული იყო, საქმის განხილვა მთლიანად იყო დასრულებული, პრაქტიკულად უკვე გამზადებული იყო გადაწყვეტილება და მისი გამოცხადების ეტაპზე იყვნენ გასულები, ანუ გასულები იყვნენ სათათბიროდ უკვე გადაწყვეტილების გამოცხადებლად და ამ დროს პარლამენტმა მიაშველა კანონი, რომლითაც ისარგებლა მერაბ ტურავამ და ხელახლა დააწყებინა რუსთავი 2 საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს. ეხლა ეს კანონი უნდა ძალიან მოკლედ თქვენ სიუჟეტში იყო უკვე. ანუ საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მთელი სპექტრი, რომელიც სამართლებრივი კუთხით მუშაობს, მათ შორის ისინი, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობებს არ უყვართ, ასე ვთქვათ, რომ დავაფიქსიროთ მათ. აკრიტიკებდნენ ძალიან მწვავედ, მათ შორის არ არის ქვეყანაში ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მიიჩნევს, რომ ის კანონი, რომელზეც კაუტონსოფომ ისაუბრა, რომელიც ტურავამ გამოიყენა, რომ ის კანონი არის კონსტიტუციური. ეს კანონი ასევე არაკონსტიტუციურად შეაფასა ვენეციის კომისიამ და სწორედ ის ნაწილი, რომლითაც ტურავამ ისარგებლა, რომ შეეფერხებინა და პრაქტიკულად ჩიხში შეეყვანა კონსტიტუციური მართლმსაჯულება. ეხლა რაც შეეხება ზეწოლას და მე არ შემიძლია აქ არ თქვა, კაუტონსოფომ ერთი ფაქტობრივი უზუსტობა დაუშვა ასევე, რომ ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა ზეწოლის განხორციელებაში, მაგრამ შემდგომ სასჩელის გამოცვლაზე როცა საუბრობდა, მოიყვანა თავისუფალი დემოკრატების მაგალითი. ამიტომ ეს 2 პარტია ცალ-ცალკე პარტიებია, მე არ ვიცი. ასევე რუსთავი 2 საქმეზე ბატონო. ანუ მე ასევე კაუტონსოფომ მე მქონია საკონსტიტუციო საქმეები, მათ შორის მაშინ როდესაც
ბულგარიაში ვმუშაობდი, მე მაქვს მოგებული ეს საქმეები და ვერ დავეთანხმები ქალგანსოფოს რომ პასიურობდა მაშინ საკონსტიტუციო სამართლო, ყველა სარჩელი რომელიც მაშინ შედიოდა, განიხილებოდა მათ შორის ნორმალურ ვადას. მე მინდა სამართლებრივი დეტალები. არა, სამართლებრივი დეტალი არ არის, მე მოგიყვანთ მაგალითს. აი ერთ კონკრეტულ მაგალითს ზეწოლის და ქალგანსოფო დარწმუნებული ვარ ისის რომ საკონსტიტუციო სამართლოს მოსამართლის სახლთან აქციის მოწყობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. აქციები ქართული ოცნების საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებმა მოაწყვეს საკონსტიტუციო სამართლოს ოჯახების სახლებთან, ფანჯრებთან ესროლეს სხვადასხვა საგნები. დღემდე გამოვლენილი არ არის არც ერთი პირი, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა ქალგანსოფო, თქვენ მაშინ ქართულ ოცნებაში არ ბრძანდებოდით, მაგრამ ეს არის დანაშაული, ეს არის ზეწოლა, რომელიც პირდაპირ ხელისუფლებამ დაგეგმა და ამას გამოეხმაურა ნილს მუჟნიეკი, ბუკიკიო, ეს არის ევროჩაპოს ადამიანის უფლებათა კომისარი და ვენეციის კომისიის პრეზიდენტი მოუწოდეს მათ, რომ დამნაშავეები დასჯილიყვნენ, დღემდე არავინ დასჯილა. გასაგები, აი მე რა შეკითხვა მინდა დავსვა, ხო, ეს სამართლებრივი საკითხები, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, თავისთავად მნიშვნელოვანი და საინტერესოა. მე მინდა რომ ჩვენს მაყურებელს კიდევ უფრო გაუმარტივოთ ახლა საკითხი და თქვენი მოსაზრებები მოვისმინო, ხო? რა სიტუაცია გვაქვს თქვენი აზრით საკონსტიტუციო სასამართლოში? გვაქვს თუ არა სიტუაცია, როდესაც გაყოფილია საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური ნიშნით ის მოსამართლეები, რომლებიც არ მივიდნენ გუშინ სხდომაზე და იყვნენ თბილისში. თქვენი აზრით არიან თუ არა მოსამართლეები, რომლებიც მოექცნენ ხელისუფლების გავლენის ქვეშ? მოგახსენებთ, მადლობა ამ კითხვისთვის. მე ამ კითხვაზე მაქვს ისეთი პასუხი და თავად ტელემაყურებელმა გამოიტანოს დასკვნა. მე გახდით პროცესზე გიგი უგულავას საქმეში წარმოვადგენდი მის ინტერესებს. ამ პროცესზე 4 მოსამართლემ დააყენა შუამდგომლობა. და ეს არის ციტირება ამ შუამდგომლობიდან, რომ აღნიშნული გახმაურებული საქმეების განხილვა გადაიდოს მანამ, სანამ საქართველოს პროკურატურა და გამოძიების ორგანოები არ დადებენ დასკვნას თუ რა ხდება ამ არის თუ არა ვინმეზე ზეწოლა. შესაბამისად, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ამბობს, რომ კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებაზე წვანეშუქის ანთების უფლება ჩვენ მივცეთ პროკურატურას და პროკურატურას ნებართვას დაველოდოთ, როდის დავიწყოთ საქმეების განხილვა, ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმ ზეწოლისა, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება მათზე ახორციელებს. თქვენ რა სიტყვით გავატონსოფო ამასთან დაკავშირებით? ნახეთ, თუ კი მივიღებთ სიტუაციას, რომ მოსამართლეთა ნაწილი დაელოდება პროკურატურის რაღაც დასკვნას, ხომ? იყო ზეწოლა თუ არ იყო მოსამართლეს და პროკურატურა ამას გააჭიანურებს უსასრულოდ, თქვათ. ასეთ შემთხვევაში მივიღებთ თუ არა სიტუაციას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უბრალოდ გაჩერდება? აქ ბატონო, ახლა მე არ შემიძლია უბრალოდ უპასუხოთ დავტოვო, ბატონი ოთოს რამდენიმე საკითხი, რომელიც წამოწია, აუცილებლად მეც გიდასტურებთ, რა თქმა უნდა, ჩემს პატივისცემას, თუმცა აქ იმიტომ ვართ მოსულები, რომ არგუმენტის წინააღმდეგ, რომ შესაბამისად ჩვენმა საზოგადოებამ გამოიტანოს დასკვნა, რა თქმა უნდა, რომელი მხარის არგუმენტი უფრო გადაწყვეტს. აი ხა ზუსტად არგუმენტებით მივყვეთ. თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ არც ერთი ფაქტი არ არის გამოვლენილი იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც ზეწოლები ხორციელდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეზე, კერძოდ თავმჯდომარეზე, უკაცრავად და ამაზე საერთოდ რეაგირება არ ყოფილა. ანუ არ არის გამოძიებული სახლებთან გამართულ აქციებზე ეს დანაშაული. მე სხვა არაფერი მithქვამს. კი ბატონო, ჩვენ როგორც იურისტებმა, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ აქ დანაშაულის ნიშნები არის, თუმცა შესაბამისი პრეროგატივა აქვს პროკურატურას, რომელთანაც უნდა ითანამშრომლოს. მათ შორის, კი ბატონო, მათ შორის ბატონმა პაპუაშვილმა პაპუაშვილი რა შუაშია, სახლებთან იყო აქცია, სადაც პომიდორს ესროდნენ ფანჯარას. პროკურატურა აცხადებს, რომ ამ საკითხზე შესაბამისად, ასე ვთქვათ, იყო კომუნიკაცია განხორციელებული მოსამართლეებთან, რომლებმაც საერთოდ არავითარი რეაგირება არ გამოაქვეყნეს. 22 სექტემბერს არის ეს. მე ხო დაგასრულებინეთ საუბარი. ისმენთ დიდი მოთმინებით, შემდეგ პაპუაშვილს არ ეხება. თქვენ სხვა რაღაცაზე პასუხობთ. ერთი წუთით დამასრულებინეთ თუ შეიძლება. შესაბამისი კომუნიკაცია იყო მოსამართლეებთან, რომელთაც ეს საკითხი ეხებოდათ, არავითარი გამოხმაურება არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით მათი მხრიდან. ანუ თანამშრომლობას არ ქონია ადგილი. მეორე საკითხი, აი ამ კვერცხების სროლის საკითხთან დაკავშირებით. აქ წვრილმახვილობაზე თუ სწორად მახსოვს, არის შესაბამისი პირი პასუხისგებაში მიცემული, ამიტომ ასე ვთქვათ, არის რეაგირება სწორედ მაგ აქციასთან დაკავშირებით გეუბნებით. ისევ არასწორად ხართ? არა, რას მეუბნებით ახლა? არასწორად თქვენ ხართ. კარგით, მოდით და არა, დავასრულებ თუ შეიძლება. დაასრულეთ და ჩემ შეკითხვას დაუბრუნდეთ. ძალიან მაინტერესებს ამაზე პასუხი. დაუბრუნდები, უბრალოდ ძალიან მინდა პასუხი გავცე, ასე რომ
რო ვთქვათ, იმ არგუმენტებს, რომელიც მოიყვანა ბატონმა ოთომ. და მეორე საკითხი, რაც თქვენ ახსენეთ, ანუ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს იქ გადადებული იყო, ანუ უბრალოდ ხდებოდა ზეწოლის ქვეშ არიან ეს მოსამართლეები და შესაბამისად გადაიდო ეს სხდომა ამას ადგილი არ ქონია, იმიტომ რომ წინასწარ თვითონ მოსამართლეებმა განაცხადეს და მკაფიოდ იყო ეს, ასე ვთქვათ, გაცხადებული მათი მხრიდან, განაცხადეს, რომ იყო ჩანიშნული კარგა ხნის წინ შესაბამისი შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან და ეს არიან ჩვენი პარტნიორები, რომელთაც აუცილებლად უნდა მიეწოდოთ ობიექტური ინფორმაცია და ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, მივიდნენ ამ შეხვედრაზე, ეს ძალიან კარგად მოეხსენებოდა ბატონ პაპუაშვილსაც, თუმცა მაინც მოხდა იმ სხდომის ჩანიშვნა, რომელსაც მოხდა. მე მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, ვივარაუდო, რომ ეს სპეციალურად მოხდა იმისათვის, კიდე ერთხელ ატეხილიყო აჟიოტაჟი ამ შემთხვევაში. თქვენს შეკითხვას რაც შეეხება, თქვენს შეკითხვას რაც შეეხება. მოსამართლე არ მონაწილეობს პროცესში მანამ ვიდრე არ ეცოდინება პროკურატურისგან პასუხის ნორმალური მოვლენა იქნება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი კითხვები და მოიყვანე მე მგონი არგუმენტები და ძალიან ასე ვთქვათ ვიტყვი რომ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს ნამდვილად აწუხებს ეს საკითხი რომ რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ ამ კითხვებს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობა დღესაც ვიხილეთ ხო მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში და აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება სწორედ ამიტომ გამომახვილე ბატონი ოთოს მიერ მოყვანილ საკითხზე ყურადღება თითქოს სპეციალურად მოხდა ხელის შეშლა არ მომხდარა ხელის შეშლა სპეციალურად არამედ ჩანიშნული იყო კარგა ხნით ადრე დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა და ადამიანები მივიდნენ შეხვედრაზე თუმცა მაგრამ აქ არის ნახეთ საკითხი დგას ასე ხომ აქ კონკრეტულ ადამიანის კონკრეტულ უფლებებზე არის ლაპარაკი რომელიც უნდა განიხილოს საქმე საკონსტიტუციო სასამართლომ რომელი უფრო მნიშვნელოვანია ამ ადამიანების უფლებები თქვათ ახლა კაბელების საქმეს თუ ავიღებთ უგულავას ეს გაერთიანებული სარჩელია ხო თუ დიპლომატებთან შეხვედრა აი თქვენ როგორ გესახებათ რომელი უფრო მნიშვნელოვანია ბათუმში ყოფნა ამ დროს თუ თბილისში მოგახსენებთ როდესაც ჩანიშნული არის რაღაც შეხვედრა ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ერთი დღე აქ ხომ არ წყვეთ საქმეს მე იმედია დამეთანხმებით რომ ერთი კონკრეტული დღე საქმეს ნამდვილად არ საიდან შევხედავთ დიპლომატებთან შეხვედრა წყვეთს თუ არა რამეს ერთი დღით გადადება ან წინადით შეხვედრა ეგ არის ზუსტად საქმე რატომ ბატონმა პაპუაშვილმა თქვა რატომ არ გაითვალისწინა ეს შეხვედრა და რატომ არ გადადო სხვა დღეს საქმე აქ მე ვთვლი რომ საკითხი გაცილებით უფრო მნიშვნელოვნად დგას თუ შეიძლება დავასრულებ აქ საქმე გვაქვს იმასთან რომ რეალურად ხდება ხელის შეშლა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით რადგან კიდევ ერთხელ ვიტყვი ნაციონალურ მოძრაობას ნამდვილად ასე ვთქვათ ნამდვილად არ აქვს შანსი გამარჯვების 16 წლის არჩევნებში და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რათა სიტუაცია აირიოს ხელოვნურად მე შეგახსენებთ ერთ ფაქტს ბატონი სააკაშვილის და ბატონი გვარამიას საუბარი რომლის ავთენტურობას პრინციპში დაადასტურა ბატონმა გვარამიამ და ამ შემთხვევაში საქმე გქონდა იმასთან რომ მოწოდება იყო სისხლის ზღვაზე მოწოდება იყო ადამიანების საკონსტიტუციო სასამართლოსაც ამ კონტექსტში ნამდვილად ამ კონტექსტში ამიტომ რომ მე როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნე მე ღმადულად დარწმუნებული იმაში რომ ეს არის პოლიტიკური ნაწილი პოლიტიკური პროცესების ამიტომ სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ და არა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლო კონტექსტიდან ამოვარდნილად პოლიტიკური კონტექსტი აბსოლუტურად სხვაგვარად მესმის მე ჩემი ოპონენტისგან განსხვავებით პოლიტიკური კონტექსტი არის შემდეგნაირი ჩვენ ახლა ვსჯელობთ საკონსტიტუციო სასამართლოზე მაგრამ ვიცით რომ აბსოლუტურად ყველა სოციოლოგიური კვლევა მათ შორის ისეთი ორგანიზაციების რომელსაც ჩვენი ოპონენტები ნაკლებად ენდობიან მაგრამ ჩვენ მათ ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს გვეუბნებიან რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თვლის რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა რომ ისინი უფრო უარესად ცხოვრობენ ვიდრე 2012 წელს არის სიღარიბის არის ლარის გაუფასურების არის ჯანმრთელობის დაცვის არა სწორედ იმ საკითხზე საერთოდ სხვა საკითხზე მე გადამაქვს იმ საკითხზე რომ ქართულ ოცნებას არ აქვს სწორედ წარმატების შანსი 2016 წლის არჩევნებში აი აქედან გამომდინარე რაც ახლა მე ჩამოვთვალე ერთადერთი რეალური ალტერნატივა მათი არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მათ რა სურთ? მათ სურთ რომ განუსაზღვრელი ვადით გამოკეტონ ციხეში ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და მათ სურთ თავარი ყველაზე რეიტინგული და
გავლენიანი ოპოზიციური მაუწყებელი წაიღონ. არჩევნებს ხომ უკავშირებთ ამას, მაგრამ აი თქვენ ფიქრობთ, რომ რუსთავი 2-ის საკითხი დასრულდება არჩევნებამდე და ამაში საკონსტიტუციო აი დაჩქარებაზე როცა არის ლაპარაკი, ორ კვირაში განხილული საქმეები თითო ინსტანციაში და თითო კვირაში მიღებული 70 გვერდიანი გადაწყვეტილებები. სწორედ ქართული ოცნების ზეწოლით პირობითმა ურთმელი ძეებმა მურუსი ძეებმა და ნაზღაიძეებმა გამოიტანეს. ეს არის დაჩქარებული, ეს არის ზეწოლა. საკონსტიტუციაში რა შეიძლება მოხდეს რუსთავიორთან დაკავშირებით არჩევნებამდე? აი საკონსტიტუციო სასამართლო იმ შემთხვევაში, თუ კი უკვე დასრულებულ განხილულ საქმეს, უკვე პლენუმის მეშვეობით განიხილავს და არაკონსტიტუციურად ცნობს იმ ნორმებს, რომლის საფუძველზეც მიეკუთვნა ქიბარ ხალვაშს და რეალურად ბიძინა ივანიშვილს რუსთავი 2, ამ შემთხვევაში სამართლებრივად სიტუაცია დარჩება status quo შენარჩუნდება და ხელისუფლება ვერ მიაღწევს არჩევნებამდე ამ ყველაფერს. ჩვენ თვლით რომ 19%-იან ხელისუფლებას არავითარი შანსი არ აქვს რომ წაიღოს მთავარი მაუწყებელი ქვეყანაში, ამის რესურსი უბრალოდ ამ ხელისუფლებას არ აქვს. ეს ხელისუფლება არის განწირული მარცხისთვის. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ კი ისინი კონსტიტუციური სივრციდან გავლენ და წაიღებენ ძალით რუსთავი 2-ს, შეეცდებიან ამის გაკეთებას, ქართულ საზოგადოებასთან ერთად ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მაგრამ მოლოდინი მოლოდინსაც შეეხება ქართული ოცნების რეალური ლიდერი და ქვეყნის რეალური მმართველი არის აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი ადამიანი, მის შესაძლო მოქმედებების განჭვრეტა ამ შემთხვევაში არ არის რეალურად წარმოსადგენი. ჩვენ გვახსოვს რომ შარშან წლის მიწურულს მას ჰქონდა განზრახვა რუსთავის წაღების, მაგრამ საერთაშორისო რეაქციის შიშით შემდგომ დაამუხრუჭა. ახლა რაც გააკეთებს არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ რაც ნამდვილად ვიცი, მიუხედავად ზეწოლისა, მიუხედავად ინსტიტუციების ჩამოშლისა, ქართული ოცნება არის პოლიტიკურად უკვე დასამარებული და 2016 წლის 8 ოქტომბერს ამას გააფორმებს. ბატონო, აი ერთ შეკითხვა და შემდეგ ალბათ სოფო, აი თუ ვისაუბრებთ შიგნით კონფიგურაციაზე, აი ახლა ჩვენ შესავალ სიტუაციაშიც მქონდა და შემდეგ თქვენც შეეხეთ, ხომ ერთ მოსამართლე შეუძლია კოლეგიიდან საქმე აწიოს პლენუმზე და იქ უკვე კვორუმი არის გაზრდილი, ხო? გადაწყვეტილების მიღების კვორუმი. ეს ყველაფერი ნიშნავს თუ არა იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ყველა ბერკეტი, თქვენი ლოგიკის მიხედვით, მე არ ვამტკიცებ, ყველა ბერკეტი უკვე არის ხელისუფლების ხელში, რომ მიიღოს სასურველი გადაწყვეტილება ან დაამუხრუჭოს მისთვის არასასურველი გადაწყვეტილება. ამ ყველაფრის ნიშნები, რაზეც თქვენ კითხვა დასვით, ნამდვილად არსებობს, რომ ეს ბერკეტები უკვე თითქოს ხელისუფლებას უპირია ხელთ, თუმცა მე არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მე დაველოდები მაინც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, დაველოდები მათ მოქმედებებს, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ უნდა შევქმნათ ქმედითი ბერკეტები, რომ აქ სიუჟეტშიც იყო ნათქვამი, კანონო ელკა ბესელი ამას განაცხადა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმაც, რომ მოსამართლეები, ვინც ნაციონალური მოძრაობის ზეწოლისგან გათავისუფლდა, აი მურუსიძე რო გაათავისუფლა ბატონმა ბიძინამ, თქვენ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ კი გათავისუფლდებოდა ნაცმოძრაობის ზეწოლისგან, მას აღარ შეეხებოდნენ. ეს წამოსდა ბიძინა ივანიშვილს, ეს მას წამოსდა, რომ პირდაპირ დაემუქრა მურუსიძეს, გადაიბირა და იმის ნაცვლად, რომ ჩვენ სადაც პრობლემური ასპექტები გქონდა, იქ გქონოდა ქართული ოცნების მმართველობის დროს გაუმჯობესება, ჩვენ იქაც კი სადაც კარგად ვიყავით, იქაც დაკნინება. დიაპაზონი თქვენმა ოპონენტმა გააფართოვა, ყველაფერი დაუკავშირა არჩევნებს და ახსენა ის საკითხები, რომელიც ოცნება ვერ გადაჭრა. მე ვფიქრობ, რომ არის თემები, რომელსაც თქვენ ახლა პასუხი უნდა გასცეთ. ხო, აი საარჩევნო კონტექსტში. ბატონი უთო ცდილობდა ძალიან ოსტატურად საკითხი გადაეტანა სულ სხვა ამბებზე, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო. თუმცა დაუბრუნდეთ ისევ საკონსტიტუციო სასამართლოს. მე უბრალოდ ბატონ უთოსთან ესეთი შეკითხვა მექნება. ეს რუსთავი 2-ის საქმე, ეს ეგრეთ წოდებული კაბელების საქმე. კაბელების საქმესთან დაკავშირებით აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ რატომ ხდება ისე, რომ შედის სარჩელი იგივე ნომრით, მეორე დღეს ხდება გაზრდილი სარჩელის შეტანა. თქვენ როგორც იურისტმა კარგად უნდა იცოდეთ, რომ სარჩელის გაზრდა არის დაუშვებელი. იქ რეალურად იყო დამატებული მოთხოვნები, რაც დაუშვებელი არის კანონმდებლობით, როგორც კაბელების საქმეზე, ასევე რუსთავი 2-ის საქმეზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის და თუ ამ შემთხვევაში დანაშაულის ნიშნები იკვეთება. თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა მოხდეს თუ არა ამაზე რეაგირება შესაბამისი ორგანოების მიერ? ეს ერთი საკითხი და მეორე საკითხი, აუცილებლად მინდა აღვნიშნო ის, რომ ზოგადად საკონსტიტუციო სასამართლოზე როცა ვსაუბრობთ,
და იმ კანონმდებლობაზე, რომელიც ბატონმა ოთომ თქვა, რომ თითქოს ეს არადემოკრატიული არის და თითქოს ქართულმა ოცნებამ დავასრულოთ თუ შეიძლება, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია არ არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ყველა ავტორიტეტული ორგანიზაცია. ნუ ესე ნუ დავყოფთ სამოქალაქო საზოგადოებას ავტორიტეტებად და პატივი ვიცეთ ჩვენ საზოგადოების თითოეულ წევრს, რომელიც ასე რომ ვთქვათ, რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია არ ეთანხმება მათ, ხომ არ მოგისმენთ? მოდით ნუ გადავიყვანთ სხვა ჭრილში ისევ დავასრულოთ თუ შეიძლება, ანუ რაზეც საუბრობდი, დავასრულებთ თუ შეიძლება. ანუ საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ის კანონმდებლობა, უბრალოდ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მიიღო ჩვენმა ხელისუფლებამ, ეს თითქოს არადემოკრატიული არის. პირიქით, იზრდება სწორედ დემოკრატიულობის ხარისხი, იზრდება ლეგიტიმაციის ხარისხი, მაშინ როდესაც ორ მოსამართლეს შეეძლო რეალურად მათ შორის პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან გრძნობიარე საკითხების გადაწყვეტა, რაც რა თქმა უნდა მთელს ქვეყანაზე აისახებოდა. დღესდღეობით ლეგიტიმაციის ხარისხი არის ძალიან მაღალი და შესაბამისად უფრო მეტმა მოსამართლემ უნდა დავასრულებ რა თუ შეიძლება. დავასრულებ თუ შეიძლება. ანუ ამ შემთხვევაში ლეგიტიმაციის ხარისხი გაიზარდა და ეს უდაოდ დემოკრატიულია. მე არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში არავინ ვინც იტყვის, რომ ეს არის არადემოკრატიული. მათ შორის ვენეციის კომისიის მიერ არის ეს მოწოლებული. გადახედეთ ბატონო ოთოს საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისიისას. გადახედეთ 42 და 52 პარაგრაფებში წერია. პარაგრაფებს თავი დავანებოთ. საბოლოო დასკვნა. მეგონი არა გაქვთ გადახედული. საბოლოო დასკვნა. სარჩელის საფუძველი ერთ-ერთი რაც NGO-მა წარადგინეს სწორედ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა. ვენეციის კომისია ამბობს, რომ ეს არის ლეგიტიმაციის ძალიან მაღალი ხარისხი და იწონებს ამას. და მათ შორის პოლიტიკური კონსენსუსი, რომელიც შედგა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერს შორის. ვიდრე გავალთ რეკლამაზე, მე მაგ შეკითხვა. ნახეთ, თქვენ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოზე ლაპარაკი დაიწყეთ, თქვით რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტი. მეც ეს კონტექსტი მაინტერესებს, ხომ? აი ეს მიღებული ცვლილება, როცა მაინტერესებს ბატონი ოთოს პასუხი მივცემ შესაძლებლობას, მაგრამ ძალიან მაინტერესებს. ნახეთ, როდესაც მიიღო პარლამენტმა ეს ცვლილებები, როდესაც კოლეგიიდან ერთ მოსამართლეს შეუძლია პლენუმში წაიღოს საქმე და იქ კვორუმი აიწია. როდესაც ჩვენ ვიცით რომ ერთი მოსამართლე ეს ქართული ოცნების დამტკიცებული მოსამართლეა პარლამენტით, ეს არის ტურავა, ხო? ეს ყველაფერი იყო თუ არა მაინც პოლიტიკურ კონტექსტს და კონიუნქტურას მორგებული, როდესაც ასეთი ფორმულირება იქნა შემუშავებული. მე ვთვლი, რომ ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობდა საკონსტიტუციო სასამართლოში, არაჯანსაღი პროცესები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ დაწყებულა დღეს და ეს არ დაწყებულა გუშინ. თვეებია და წლებია მიმდინარეობს ეს საკითხი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენება ხდება როგორც პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი და ქვეყანაში სიტუაციის არევის ინსტრუმენტი. შესაბამისად, ისეთ მნიშვნელოვანი ინსტიტუტს, როგორც არის საკონსტიტუციო სასამართლო, რა თქმა უნდა, ასეთ მნიშვნელოვანი ინსტიტუტი დაუშვებელია იყოს პოლიტიკური ბრძოლის იარაღი. ანუ მისი ბოროტად გამოყენება ყოველგვარად დაუშვებელი არის და სწორედ ამიტომ მიიღო ჩვენმა ხელისუფლებამ ის საკონსტიტუციო არა, დავასრულებ თუ შეიძლება. საფრთხეს ქვეყანა ელოდებოდა საფრთხეს, ჩვენ არა. დემოკრატიული გზა, რომელიც აირჩია ჩვენმა ქვეყანამ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ეს დემოკრატიული კურსი უნდა იქნა შენარჩუნებული და დაუშვებელი არის ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, როგორც არის საკონსტიტუციო სასამართლო, კიდევ ერთხელ ვიტყვი, იქნას ბოროტად გამოყენებული. ამ ბოროტად გამოყენებას შეუშალა სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ. შეკითხვაზე პასუხი, რაც სარჩელს ეხებოდა, ხო, თუ არ ვწდები? კი ბატონო, მოთხოვნის გაზრდა, ბატონო, შეიძლება დავასრულოთ. კი ბატონო, გამწესრიგ უკვე განმეორდები, გამწესრიგებელს ხდომაზე რომ დაზუსტეს მოთხოვნა, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა საკონსტიტუციო არის მოთხოვნის გაზრდა. რა თქმა უნდა, მოთხოვნის გაზრდა, როგორც მოთხოვნის დაზუსტება და მოთხოვნის მათ შორის გაზრდა გამწესრიგებელს ხდომაზე, როდესაც მოსამართლეები სვამენ კითხვებს და აქვთ გარკვეული საკითხები მხარეებთან. ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა სასამართლოში. თავისუფალ დემოკრატებთან მიმართებაში მე არ ვიცი რასთან არის, იმიტომ არ ვიცნობ თავად ამ სარჩელს და მათ პოზიციას თავისუფალი დემოკრატები გამოხატავენ და მე ვერ გამოვდგები ამას. რაც შეეხება დანაშაულის ნიშნები, როცა არსებობს, ეს რო უნდა იქნეს გამოძიებული, ამაზე ორი აზრი არ არის. დანაშაულის ნიშნები კი არა, საქართველოს საპატრონო დავთ სიმართლის მარცვალს იმაში, რასაც ოპონენტი ამბობს. რა თქმა უნდა ვერ ხედავ, იმიტომ რომ მერაბ ტურავა იყო იმ საქმის მოსამართლე. რომელზეც საუბრობს, რომელზეც გამოიცვალა, მერაბ ტურავა 8 თვის წინ
მე რა ვტურავა 8 თვის წინ გააკეთებდა ამ განცხადებას. ამიტომ ეს მგონია თითიდან გამოწვეული საკითხი, იმიტომ რომ როდესაც დანაშაულის შემზე საუბრობთ მოსამართლეების სახლებთან გამართულ აქციაზე და პაპუაშვილის დაკითხვა არ მომხდარა, რაშევაშვილი იყო პაპუაშვილის დაკითხვა. მოსამართლეების სახლებთან აქციის გამართვა დანაშაული და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იქ იყვნენ, ამას უყურებდნენ და არავინ არ დასჯილა. ეს არის მოსამართლეები არ უნდა იქნან. მოსამართლეების, რაც შეეხება მოსამართლებმა მიმართეს ამის შესახებ. მოსამართლებმა გააკეთეს მიმართვა. მე მინდა ერთი მაგალითი გავახსენო ჩვენ საზოგადოებას. უკვე რომელ ზეწოლას რომ პაპუაშვილის განცხადებაზე ამბობთ, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ რომ უნდა ეთანამშრომლოთ, აი ყველა არც ერთმა მოსამართლემ თუ ბოლო ფაქტებზე ვამბობ, თქვენ სახთან დაკავშირებით ამბობ, მაგრამ ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. არ დაადასტურა პროკურატურის ინფორმაციით, რომ მასზე რაიმე ზეწოლა იყო. ეს იქნება აუცილებლად გამოძიებული, მიუკერძოებელი გამოძიების მხრიდან, საზოგადოება აუცილებლად შეიტყობს ვინ ახორციელებდა ზეწოლას მოსამართლეებზე რა ფორმით. რატომ არ გააცხადეს მაშინ იმ მოსამართლეებმა, იმიტომ რომ ზეწოლა ეფექტურია. იმიტომ რომ ზეწოლა არის ეფექტური. რაც შეეხება მე მინდა მოვიყვანო მაგალითი, როდესაც უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარემ, თქვენ გახსოვთ ბატონო ვახო, ამაზე გადაცემაზეც იყო საუბარი ერთ გადაცემაში. მოსამართლის თანაშემწესთან ერთად გააკეთა ბრიფინგი, სადაც თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ახორციელებდა ზეწოლას მოსამართლის თანაშემწესთან. ბარამიძის საქმეზე. ბარამიძის საქმეზე. დღემდე არის გამოუძიებელი. ეს საქმე არ გამოვლენილა არც ერთი პირი. რა ზეწოლაზე არის საერთოდ საუბარი, რის გამოძიებაზე და რა პროკურატურისთვის დალოდებაზეა საერთოდ აქ ლაპარაკი. გასაგებია, რეკლამის დრო გვაქვს და დავბრუნდებით რამდენიმე წუთში, კიდევ დავგვშა რამდენიმე წუთი რეკლამის შემდეგ სასაუბროდ.